და თანადგომა საღამოს თავად რთველიაშვილი ვერ დაესწრება, ის უკვე 7 დღეა მწერალთა კავშირის შენობაში შიმშილობს. არ შეიძლება მარტო ერთი კაცი იბრძოდეს იმ რეალობის წინააღმდეგ, რაც ხდება დღეს საქართველოში. ეს არის ძალადობა, ამორალური კანონები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესებს და შესაბამისად ხელს უშლის იმაში, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს სამართლებრივ სახელმწიფოდ. მადლობა მინდა მოუხადო პირველ რიგში ამ ორგანიზაციას და ყველა სტუდენტს, ვინც მიცხადებს მე სოლიდარობას და არა მარტო მე უბრალოდ ვინც დგება ამ პრობლემის გვერდზე, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა ღირსება, ვისაც უყვარს თავისუფლება და თავისუფლება არ შეიძლება მოიპოვო ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნია ღირსება. თანასწორობის ინსტიტუტის წევრები ამჯერად გენერალურ პროკურორთან იკრიბებიან და სასამართლო სუსტად გამოიყურებოდა საღამოს ქრონიკის ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძეს ესწრებოდა. პულსი მეხავე იყო დრო, როცა ის ხავერდოვან ნოემბერს ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით ნოემბრის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციების ყველაზე აქტიური აქტივისტი გახდა. თავის ლექსებში არაერთხელ შეხებია ხელისუფლებასაც დაკანონო უეკლო ვარდი, რომ ყველა მკრეფით იჯეროს გული და შინაგან საქმეთა ministrსაც. რუსულიდან ცუდად თარგმნილ ბერიას. ხალხის ჭერის მანია დაეტაკა ვანიას. ასეთი აქტიურობის გამო რთველიაშვილს ხელისუფლებაც ბევრჯერ შეეხო, თანაც საკმაოდ უხეშად. ემოციური, ექსცენტრული და უმართავი. ასე ახასიათებენ პოეტს, რომელსაც დღეს შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოუწყვეს. ზურას უცხადებთ ჩვენ სტუდენტების სოლიდარობას. უერთდებით აი ამ ფორმით, თუნდაც რომ მისი პოეზიის საღამო გაიმართება. მისი ლექსები, რომელიც სავსე არის თავისუფლების წყურვილით. აი სწორედ ამ ლექსებს წავიკითხავთ დღეს. რევოლუციას შეგასწავლის სისხლის გარეშე. რთველიაშვილი საღამოზე მწერალთა კავშირიდან მივიდა, სადაც ის უკვე მერვე დღეა ჯაბა ჯიშკარიანისა და გიორგი ზერეკიძის საქმეებთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სტუდენტებმა საღამოს პოეტის ერთ-ერთი ლექსის სახელი თავისუფლების ოდა უწოდეს. თავისუფლების შესახებ რთველიაშვილი დღეს ხელისუფლებასაც ესაუბრა. ჩემი თვითმიზანი არ არის რომ ხელისუფლებამ რაღაც შეისმინოს. ოდა თავისუფლებას რომ შეისმინო, პირველ რიგში უნდა შეიმეცნო. სიტყვა ანარქი, რომელიც ქვია ჩემი სათაური ჩემი წიგნის ნიშნავს თვითონ ეს სიტყვა უმართავს, ანუ უმართავს გარეშე ძალებისგან, ანუ თავისუფლებას. სასამართლოს წინ გირგვლიანისა და რობაქიძის პროცესებზე ციხის პუნქტის გასაპროტესტებლად ამჯერად ჯაბა ჯიშკარიანის მხარდასაჭერად ამ ადამიანებთან ერთად პოეტი არაერთ აქციაზე ყოფილა. საღამოს თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დღევანდელი სტატუსის ფონზე ის გამოცემად შიმშილობს, ასე ვთქვათ, არის განსაკუთრებულ რეჟიმში თანასწორობის ინსტიტუტი, ამ ფონზე ბევრად უფრო სიმბოლურია მისი სტუმრობა. როგორც ამბობს ბოლშევიკების ქართული თარგმანი უმრავლესობაა, ამიტომ თავად არასდროს გახდება უმრავლესობის წევრი. რატომ არ დააკავეს მისტერ რთველიაშვილი, თურმე ასე იკითხა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა, როცა მორიგი აქციის შემდეგ დაპატიმრებულთა სიაში მუდმივი მეამბოხის გვარი ვერ აღმოაჩინა. ამ შეკითხვას პოეტი დღეს ლექსით პასუხობს. წერილი ჟენევიდან, ანუ მისტერ რთველიაშვილის არ დაკავების რამოდენიმე ვერსია. ლექსში ჰქონდა საეჭვოდ ერთი სიტყვა წაშლილი. ვერ მოასწრო ადამდეს ტრიქონების ჩამოსხმა, რატომ არ დააკავეთ მისტერ რთველიაშვილი? დააგვერდით პოეტის უჩვეულო გამოთქმას. თუ მისი უჩვეულო გამოთქმებითა და აქტიურობით ვიმსჯელებთ, მისტერ რთველიაშვილი სამართალდამცავებს კიდევ არაერთ თავსატეხს. Human Rights Watch-ს კი ბევრ ახალ შეკითხვას გაუჩენს.